რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები. ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან ოპოზიციამ რომ მოიგოს მაშინაც კოალიციას არ შევკრავთ. გახარიასთან ერთად ჩვენ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კოალიციები შევქმნით. 2021 წლის 18 თებერვალს ჯერ გუნდს და მერე ამ გუნდის ამორჩევლებს უღალატა გაიქცა. მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობაზე. მიზეზი რამდენჯერმე შეცვალა, საბოლოოდ დაგვანახა, რომ მისი გადადგომა ნაცმოძრაობის ინტერესებს მორგებული ნაბიჯი იყო. მაშინ მიშასთან მოლაპარაკებებს სასტუმროში ფარულა დაწარმოებდა. უარყო, თუმცა ფაქტებს ვერ გაექცა. ერთ საწოლში გვეძინა ჩახუტებულებს კი და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. მისი გადადგომით სააკაშვილს იმედი მიეცა, რომ ქართული ოცნების გუნდი ჩამოიშლებოდა და ნაცმოძრაობა ისევ ხელისუფლებაში მოვიდოდა. გადადგა მაშინ, როცა ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობდა. მელიას დაჭერა გააპროტესტა და იფიქრა, ხელისუფლება დაიბნეოდა, დასუსტდებოდა და ადვილად მოსარევი გახდებოდა. ვერ გათვალა საკუთარი ძალა. ამბიციებმა შეცდომაში შეიყვანა და დაავიწყდა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არა მისი თვალის პაჭუნი და ბაქიბუქი, არამედ ქართული ოცნების გუნდი და ბიძინა ივანიშვილია. შესაბამისად არც დაბნეულობას და მით უმეტეს არც შეცდომების დაშვებას ადგილი არ ჰქონია. ხელისუფლებამ მყისიერად იმოქმედა და ნიკანორ მელიაც თმის ღერ ჩამოუვარდნელად დააკავეს. გახარიას თავგანწირვა ნაცების დასაბრუნებლად უშედეგო აღმოჩნდა. გეგმა ჩაუვარდათ. სააკაშვილს იმედი გაუცრუდა. გახარიას ჰორიზონტიდან გაქრა. მხოლოდ მაშინ დაბრუნდა, როცა შარლ მიშელის დოკუმენტის შინაარსი გახდა ცნობილი. გახარია პარტიის დაფუძნების იდეით პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნდა. ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება იწყებოდა, შესაბამისად წყალწაღებულ ნაციონალურ მოძრაობას შეხიდება და სულის შებერვა სჭირდებოდა, რისთვისაც გახარია საუკეთესო გამოსავალი გახდა. სააკაშვილი რეფერენდუმს და რიგგარეში არჩევნებს ითხოვდა. პარტია შექმნა. ქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოსთვის პარტიის ხელმძღვანელი არის გიორგი გახარია. ხო. მიზანი დაისახა. ქართული ოცნებისთვის ამომრჩევლის წართმევა. შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს თუ მიიღებდა, რიგგარეში არჩევნები დაინიშნებოდა. შესაბამისად გახარიამ ახლად შექმნილი პარტიით გენზი აიღო რეგიონ დადიოდა და ამომრჩეველს არწმუნებდა, რომ ქართული ოცნების შემცვლელად ყალიბდებოდა. ვაბანკზე წავიდა. თბილისის მერად საკუთარი კანდიდატურა დააყენა. მე მინდა ჩემს ყოფილ თამაგუნდელებს უთხრა, დღეიდან მეგობრებო, თქვენ საქმე გექნებათ პირადად ჩემთან. ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში. მიზანი მელიას დახმარება და ქართული ოცნების ამომრჩევლის გადმობირება. ეგონა მერის არჩევნებში პერსონალურად მონაწილეობით. მმართველ გუნდს ხმებს წართმევდა და მელიას გამარჯვებას უზრუნველყოფდა. რა თქმა უნდა, გეგმა აქაც ჩავარდა. ქართულმა ოცნებამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. თუმცა გახარიას დახმარებით ნიკანორ მელიამ მეორე ტურამდე მიაღწია. მეორე ტურში გახარია, მელია და კოალიციური ნაცმოძრაობა ერთიანად დამარცხდნენ. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გახარიამ ოფისები დახურა და ისევ დატოვა პოლიტიკური ველი. გაქრა და საკუთარი პარტიის წევრებიც უხელფასოდ დატოვა. იწყო წინასაარჩევნო მზადება და დაგვტოვეს ასე უხელფასოდ და მარტომი არა, რამდენი ჩემნაირი. არაფერი იმის შემდეგ უხელფასოდ ვართ დღემდე. იმისთვის უჭერ მხარს, რომ რაღაცის იმედი გქონდეს, რისი იმედი უნდა გქონდეს მაგათვის და ღმერთმა მართლა დამიფაროს, რომ ამის შემდეგ საერთოდ მაგათი პარტია კი არა სახსენებელი აღარ მინდა რო იყოს. თანხა არ აგიყიათ ხო გახარიას პარტიიდან თქვენ მუშაობ? გენაცვალეთ არავისგან არაფერი სარგებელი არ მიმიღია. ან თქვენ არ აგიყიათ ხო რეალურად ხელფასი? არა, ბაღდათ არ ამიღია. ეგი ხო და ეგი. პარტიამ ჩამოშლა დაიწყო. გახარიას პარტიას მხარდამჭერები ისევ ტოვებენ. გახარიას გუნდს უკვე რამდენიმე კვირაა პარტიული სიის წევრები და მაჟორიტარობის კანდიდატები ტოვებენ. გიორგი გახარიას ისევე მიჯნებიან დღეს პარტიას საქართველოსთვის საგარეშო ორგანიზაცია 5 წევრმა დატოვა. სწორედ ნაციონალებთან კავშირის მიზეზით საქართველოსთვის მომხრეებს პრაქტიკულად ყველა რეგიონში კარგავდა. ნაცების სულის შესაბერად მესამედ მოუწია პოლიტიკურ ველზე დაბრუნება. გარიგების დრო დადგა. რამდენიმე საკრებულოში ნაცებთან ღია ალიანსის საჭიროება დადგა. მაგალითად, წალენჯი ხაში, სადაც გახარიას პარტიის წევრს ნაციონალურმა მოძრაობამ თავმჯდომარის პოსტზე მხარი დაუჭირა. იგივე მოხდა ჩხოროწყუში, ზუგდიდსა და რუსთავშიც. მუდმივი საბოტაჟი და ქალაქის განვითარების შეფერხების ღია მცდელობები ჰქონდათ რუსთავში. კოალიციურ გახარია ნაცმოძრაობას
მერის ყველა მცდელობა რუსთავისთვის რაიმე ღირებული და მნიშვნელოვანი შექმნილიყო, 19 კაციანი ოპოზიციური კოალიცია მუდმივად ბლოკავდა. ხელის შეშლა იკვეთება აბსოლუტურად ყველა საკითხთან დაკავშირებით და ბიუჯეტის გაზრდაზე, ახალი სოციალური პროგრამის დამატებაზე, ახალი ინვესტიციის შემოსვლაზე ქალაქს გვიწევს ბრძოლა, ხვეწნა, ბრიფინგის ჩატარება, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. იგივე ხდებოდა ზუგდიდში. გახარიას პარტიის წევრს გიგა ფარულოვას კანდიდატურას თავმჯდომარის პოზიციაზე მხარი აქაც ნაცმოძრაობამ დაუჭირა. პრემიერი გახარიადან აღარაფერი დარჩა, მატყუარა, მოღალატე პოლიტიკოსის სახელი და იმიჯი შერჩა. ამ მრჩეველს მუდმივად ატყუებს. გადადგომის მიზეზიც ბევრჯერ შეცვალა და საკუთარ სიტყვასაც უამრავჯერ გადავიდა. საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს ორჯერ და ორივეჯერ ურთიერთგამომრიცხავ ამბებს ყვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ჯერზე თავს უშიშარ კაცად გვაჩვენებდა და საგამოძიებო კომისიაზეც ხმამაღლა ამბობდა, აქ ვარ დამიბარეთ და მოვედიო. არც ადარ მივდივარ, არც ადარ ვიმალები რა და არც კომისიაზე მოსulis მეშინია, მოვდივარ, აგერ არანაირი პრობლემა არ აქვს. გაბარების შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა. უშიშარის მანტიაც სადღაც გაქრა და ყვეხარა კაციც. ხოლო დისტანციურად ჩართული, შეშინებული პოლიტიკოსი ვიხილეთ. გახარიამ საკუთარი თავი თვითონვე ამხილა. განსაკუთრებით ჩორჩანას ეპიზოდში გაუჭირდა საკუთარი ტყუილების აბლაბუდაში გზის გაკვლევა. აპრილში ამტკიცებდა. ეს არის დიდი ტყის მასივი დაახლოებით 2000 ჰექტარი მომიჯნავე სოფელ ჩორჩანასა და საოკუპაციო ხაზთან. ეს ტერიტორია ყოველთვის იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მხარეს და აქეთა ნაწილი, არასოდეს ასე თქვათ ინტენსიური აქტიურად კითხვის ნიშნის ქვეშ ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით საკითხი არ დამდგარა. ივლისში კი ყველაფერი სხვანაირად გვითხრა. უარყო საკუთარი ნათქვამიც და ფაქტების გაყალბებაც სცადა. საქართველოს მაშინ აი იმ დღეზე ეფექტური კონტროლი არ ქონდა და ამ დღეზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა საოკუპაციო ძალები. სინამდვილეში გახარიას თვითნებურ ქმედებებამდე, სანამ საგუშაგოს ჩადგამდა, ადგილობრივები ამ ტყით სარგებლობდნენ. ახლა კი ფაქტია, გახარიას ქმედებამ საქართველოს 1,000,000 კვადრატული მეტრი მიწა დააკარგინა. ადგილი, სადაც მოსახლეობა თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილდებოდა და ადგილი, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტებიც კი შეუფერხებლად ხორციელდებოდა. სანამ შაგუშაგო ჩაიდგმებოდა, იქ მანამდე იყო გზის სამუშაოები გასახორციელებელი. მუშაობდა ტექნიკა, შედიოდა ტრაქტორები. მაგ შემთხვევაში თუ კონტროლს ვერ ახორციელებდით, რანაირად მუშაობდა ეს ტექნიკა იქ? გახარია მისი ციცრუა თითქოს ამ ტერიტორიიდან ადგილობრივებს იტაცებდნენ. მერე საკუთარი ნათქვამი აქაც უარყო. რაღაც მომენტში ამ ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების მიერ დაიწყო ადამიანების გატაცება, რამოდენიმე შემთხვევა იყო. იყო შეჩერება და დააბრუნეს უკან. გატაცებები არ ყოფილა. კი, დაკავებები იყო, გატაცება არ მithქვამს. ულოგიკო და ტყუილებში ახლა რთული გახარია ისევ ნაცების საქმეს ერთგულად აკეთებს. მაშინ როცა 2019 წლის აქციის ეპიზოდში სრულად პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა, ახლა ყველაფრის სხვისთვის გადაბრალებას სცადა. გახარია პოლიტიკოსად ვერ ჩამოყალიბდა. გუნდის ღალატი იარლიყად თანსდევს. ნაცმოძრაობის გადასარჩენად თანამდებობა დატოვა. აღმოჩნდა, რომ გახარიაც, როგორც დღევანდელი ოპოზიციის სრული უმრავლესობა, გარე ძალების მითითებებს ასრულებდა. გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე გახარია ამერიკის მაშინდელ ელჩს კელი დეგნან შეხვდა და მისგან დირექტივებიც მიიღო. ამერიკის ელჩს რო შეხვდით, თქვენ ხო დაადასტურეთ, რომ როგორც რუსულად იტყვიან, in between შეხვდით ამერიკის ელჩს. იმუნიტეტის მოხსნასა და თქვენს გადადგომას შორის. მელიაზე თუ იყო საუბარი იმ შეხვედრაზე? იმ შეხვედრაზე საუბარი იყო ყველაფერზე, მელიაზე კონკრეტულად არ მახსოვს იყო თუ არა შეხვედრაზე საუბარი. არ იყო ლაპარაკი მელიაზე, თუ იყო თუ არა, როგორ შეიძლება ეს არ გახსოვდეთ? და რა? ბევრ სხვადასხვა საკითხებზე იყო ლაპარაკი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე იყო. მაშინ ამაზე მეტი საკითხი რა იყო საქართველოს? მათ შორის მაზეც იყო ლაპარაკი და რა? უპრინციპო და ტყუილების დიდოსტატი გახარია ნაცურ ალიანსში, როგორც ჩანს თავს იმდენად შესხორცებულად გრძნობს, რომ ამას ჩვეულამბად მიიჩნევს და უცნაურადაც არაფერი ეჩვენება. მიუხედავად იმისა, რომ ბეჯითად ცდილობს დაგვაჯეროს, რომ ნაცებთან ალიანსი არც აქვს და არც ჰქონია, ფაქტები ისევ სულ სხვა რამეზე მეტყველებს. როგორც ზემოთ გითხარით, რამდენიმე ქალაქის საკრებულოში შეკრული კოალიციებით ბეჯითად ცდილობდნენ საბოტაჟის მოწყობას და ქალაქების განვითარებისთვის ხელის შეშლას.
რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები. ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან ოპოზიციამ რომ მოიგოს მაშინაც კოალიციას არ შევკრავთ. მატყუარა გახარია ანა წითლიძემ ამხილა და ამაყად განაცხადა ის, რასაც ჩვენი თვალით ისედაც ხედავდით და რაზეც გახარია ჯიუტად ნაცარსაყრი და საკუთარ ამორჩეველს თვალებში. გახარიასთან ერთად ჩვენ მუნიციპალიტეტებში კონკრეტულ კოალიციების შექმნით. მოკლედ, ნაცურგახარეული პოლიტიკური ტანდემი კიდევ ერთხელ ვიხილეთ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ღალატის შემთხვევით არასოდეს ხდება და არც მოღალატეების გამოსწორება შეიძლება. განსაკუთრებით ქვეყნისა და ხალხის მოღალატეების. გახარიას ყველა ნაბიჯი პოლიტიკაში მიზანმიმართულად და გაცნობიერებულად ემსახურება ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობას. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცის ქართველი ხალხის დამოკიდებულება, მაინც ნაცურ ნარატივზე გადასული მათი მესეჯბოქსით გვესაუბრება. ნაცებივით არ აღიარებს არჩევნებს და არც მათსავით შედის პარლამენტში. სააკაშვილის მთავარ კოზირად ვეღარ, მაგრამ ხელჩასაჭით ხავსად ნამდვილად დარჩა. ზუსტად ნაბიჯ-ნაბიჯ და ფეხ-და-ფეხ დაყვება მათ ნაკვალევს და სიტყვა-სიტყვით იმეორებს მათ გამოძახილს. როგორც არ უნდა იცადოს ტყუილებით ქართველი ხალხის გაბრუებას, თავის მართლებას და როგორც არ უნდა იცადოს ჩვენს დარწმუნებას, ნაცებთან კოალიციის უარყოფით ფაქტების სულ სხვა რამეს მოწმობს. ნაცებისთვის ხმების წართმევას ვერ პეტავს, ამიტომ ისევ, როგორც წინა თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნების მხარდამჭერების გადაბირებას ეცდება, მაგრამ ავიწყდება, რომ ქართველმა ხალხმა არჩევანი უკვე გააკეთა.